ეს კვირა დატვირთული იყო. ბოლოს 26 მაისიც გასულ კვირაში იყო, მაგრამ მაინც ორი ესეთი მკვეთრი და ემოციური მოვლენა მონაკვეთი, ანუ პირველი საზარელი კადრები, რომელიც ჟურნალისტების მეშვეობით, სრულიად შემთხვევით გამოსახულების სახით ნახა საზოგადოებამ და მასზე რეაქცია სისტემის და საზოგადოების და მეორე ეს ჯაშუშური სკანდალების გაგრძელება. მე კი ვცადე ეს რაღაც ერთიან დიდ კონტექსტში მომექცია, მაგრამ მაინც დავიწყოთ უფრო პოლიციის აქციელით და იმ დინამიკის, რომელსაც თვალს ვადევნებთ, რა პარალელებს, რა ასოციაციებს გიღვივებთ ეს განსაკუთრებით დღეს პოლიციის დღის აღნიშვნის პარალელურად, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე აღარ ვლაპარაკობთ საერთოდ, შინაგან საქმეთა მინისტრს ჩინი მოუმატეს. ხო, სამწუხაროდ ძიმე სურათია, ხო, მე მგონი ჩვენ ბოლოს რო ვისაუბრეთ, გითხარით კიდევაც რომ ხელისუფლება ერთგვარად არის კრიმინალიზებული მთლიანად, ხო, ანუ ეს კრიმინალური მენტალიტეტი დომინირებს, ესე რომ ვთქვათ, სამყაროს სისტემის მხრიდან სამყაროს აღქმაში. და რას გულისხმობ გეტყვით და სხვა შორის ჩემი იმედგაცრუება ერთ-ერთი რას უკავშირდებოდა, ხო, ჩვენ 2011 წელს, როდესაც ხელისუფლების შეცვლისთვის შევედით პოლიტიკურ პროცესში, ხო, რა იყო ჩვენი ამოცანა? სისტემის ცვლილება. და სისტემა უნდა დაინგრეს, იყო მთავარი ლოზუნგი მაშინ იმ მომენტში. და ბიძინად ბუნებრივია ეს იყო, ესე რომ ვთქვათ, მედროში ამ ყველაფრის და გარკვეულწილად დაგვარწმუნა, რომ ის მართლა ამისთვის იბრძოდა, ხო? როგორც აღმოჩნდა შემდგომში ბიძინას ძალიან მოწონდა ეს სისტემა. ანუ ეს რეჟიმის კუთხით, რეჟიმის ესე რომ ვთქვათ, ვექტორს გულისხმობ, ძალიან მოწონდა, მისი ამოცანა იყო არა სისტემის ცვლილება, არამედ მისი ესე რომ ვთქვათ, გადმობარება, დახვეწა, მოდერნიზაცია და შენარჩუნება, ხო? აი მისი გაგებით მიშას ხავდა რაღაც ერთგვარი ძალიან კარგი მანქანა, მერსედესი, ხო? და ბიძინას უნდა წაერთმია ეს ყველაფერი, თავიდან მართვა გაუჭირდა მართალია, აპიპინებდა მარტო და ვუნ-ვუნს იძახდა, მაგრამ მე ნელა ისწავლეს უკვე მართვა და ესე რომ ვთქვათ, ძირითად ნაწილებში სისტემა იქნა შენარჩუნებული. უბრალოდ მოხდა გაუარესება გარკვეულწილად და გეტყვით რას გულისხმობ, ხო? თუ მაშინ რეჟიმი აი ეს ძალოვანი სისტემა რეჟიმს ემსახურებოდა აი პოლიტიკური ნიშნით, ხო? და არ ითვლებოდა ის პარტნიორად, დღეს ფაქტობრივად ძალოვანი სისტემა ხელისუფალმა გახადა საკუთარ პარტნიორად, ანუ ერთ რაღაცას რო ესე რომ ვთქვათ, აი პოლიტიკურ დავალებას რო შეასრულებს, პირად კეთილდღეობასაც იწყობს, პირად ანგარიშწორებასაც აწარმოებს და ამ შემდეგ. სასამართლო სისტემაში იგივე მოხდა სხვა შორის, თუ ადრე მურუსიძე ესე რომ ვთქვათ, იყო ყურმოჭრილი მონა მიშა სააკაშვილის და უსრულებდა ყველაფერს და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა, ხო? საკუთარ კეთილდღეობაზე ის ვერ იფიქრებდა, ეშინოდა ამის. ეხლა მოსამართლეები ესე არიან, რომ ერთ საქმეს პოლიტიკურს რო გააკეთებს, ერთ თვითონაც ესე რომ ვთქვათ, თავისთვის პრიკუბში მოყვება, ასე ვთქვათ. მოაკვარახჩინებს. ანუ ფაქტობრივად თუ ჩვენ მაშინ მქონდა ერთგვარ ავთვისებიან სიმსივნოვან დაავადებასთან საქმე სააკაშვილის დროს, ხო? ივანიშვილის შემთხვევაში უკვე მეტასტაზები მოედო მთელს სხეულს შეიძლება ითქვას, ხო? ანუ ქვედა დონეებზე წავიდა და მთლიანად დალპა სისტემა შეიძლება ითქვას. და ჩვენ ეს ვნახეთ აი გორის ეპიზოდში ჩვენ ვნახეთ აი ორივე მთავარი ფუნდამენტური პრობლემა. რაც რის გამოც ხათა შორის 2011 წელს ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში, ხო? ორი кейსი ავიღოთ, ერთი იყო გირგვლიანის თემა და გირგვლიანის დროშა გქონდა ჩვენ 2011-ში აღმართული, ეს თემა ფიგურირებდა, ხო? მუდმივად უახლეს ისტორიაში და მეორე ეს იყო ეგრეთ წოდებული ციხის კადრები, ეს კარანტინის ის. ჩვენ ფაქტობრივად გორის ინციდენტში ორივე ამ თემამ მოიყარა თავი, გარკვეულწილად, ხო? ერთი იყო, რომ ესე რომ ვთქვათ, მაღალჩინოსანმა ჩათვალა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და ანგარიშწორება განხორციელდა, ხო? და გირგვლიანის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე იყო.
დაახლოებით იგივე იყო, უბრალოდ იქ შემოაკვდათ ცემაში, ხა მკვლელობა არც მაშინ არ ყოფილა ამოცანა და მიზანი, ხო? დასჯა იყო მიზანი. ნუ ეხა სხვა გარემოებების გამო საბედნიეროდ ეს ადამიანი გადარჩა, თუმცა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ფატალურად დასრულებულიყო. და ციხის კადრებს რაც შეეხება, თუ დააკვირდით, იქ ეხა არ იყო საჭირო, რომ 10 კაცს ეცემა მაინც და მაინც, ხო 2-ს ეყოფოდა ეხა. კარანტინის ეპიზოდზე ვსაუბრობთ. სხვა ნაწილზე შეიძლება ითქვას დადგმული რაღაცა, მაგრამ ეს ნამდვილი კადრები. კარანტინს იცით რა ფუნქცია აქვს? მარტო ის კი არა, რომ ესე რომ ვთქვათ, აი ყველა მონაწილეობს და რაღაცა, ხო? ეს არის ერთგვარი ეს მაფიოზური მენტალიტეტის გამოვლინება, როდესაც ვინც იქ არის, ყველამ უნდა ჩაიდინოს დანაშაული, რატომ? იმიტომ რომ საერთო დანაშაული ადუღაბებს ადამიანებს, ხო ადუღაბებს და თუ ვინმე გვერდზე დარჩა, მასზე ყოველთვის ეჭვი ექნებათ, რომ მე არ ჩაგვიშვას იმან, ხო? იმიტომ რომ თვითონ არ მიუღია მონაწილეობა. ამიტომ ყველა თვლიდა ვალდებულად თავს, რომ მისულიყო და ერთი წიხლი ჩაეზილა. და იქ 6 კაცი არ იყო, სხვა შორის მეტი იყო. და გირგვლიანის თემის ასოციაციებს კიდე რა იწევს? იწევს ის, რომ თავიდან მცდელობა იყო, რომ რაღაცა დაუმორჩილებლობა და რაღაცები იძა. გირგვლიანზე გახსოვთ სვანური ყაჩაბების მონაწილე. თავიდან შეეცადენ ესე, მე არ გამოუვიდა და აქაც იყო მცდელობა, რომ ცივი იარაღის წართმევას ვთილობდით და ასე შემდეგ. ვენაირად ვითარდება, ანუ სისტემა რო არ შეცვლილა, მე იმის თქმა მინდა, ზუსტად იგივე სცენარით ეხა მიდის. კიდე ბევრი მსგავსება შეიძლება, ახლა ბატონ გია იგივე ოჯახის წევრებზე და ხებზე ზეწოლის ნაწილში. სავარაუდოდ საავადმყოფო ჩაითრიეს, ხო, ადამიანი, რომელსაც ნეკნი ქონდა გატეხილი და როგორც აღმოჩნდა ტვინის შერყევა საავადმყოფოდან გამოაგდეს. ეხა რაღაც ისეთ მოკრძალებულ წერილებს აწერინებენ და მოკლედ ერთი დავიდარება მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით. სისტემასთან მიმართებაში სრულიად დაუცველად იხსოვს ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ანუ სისტემა არის მთლიანად ესეთ მძიმე მდგომარეობაში, ხო? სხვათა შორის სააკაშვილის დროს, აი კიდევ ერთხელ გავემეორებ, მაშინ პოლიტიკას ემსახურებოდა ძალოვანი სისტემა და ეს იყო რა თქმა უნდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოდელი, მაგრამ დღეს სისტემა გარდა იმისა, რომ პოლიტიკას ემსახურება, საკუთარ თავსაც კვებავს. ანუ ერთგვარი ურჩხულია, რომელსაც მუდმივად ჭირდება კვება და პოლიტიკაც ესე რომ ვთქვათ, მას მუდმივად კვებავს იმით, რომ თვითონაც აძლევს სივრცეს მოქმედებისთვის, საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისთვის და ამ შემდეგ, ხო? კორუფცია მაშინ თუ იყო ელიტარული, ეხლა გახდა ტოტალური. აი ეს მოხდა, მეტი არაფერი. აქვე ვახსენოთ, ბატონგია, რომ იმ დროს, განსაკუთრებით პატრულის რეფორმის ნაწილში, პოლიციის ავტორიტეტი, რეპუტაცია, მათი საჯარო საზოგადოებრივ სივრცეებში ხო გამოჩენილი. აი პატრული მაშინ შედარებით სუფთად იყო შენარჩუნებული. ეხლა ამ ხრივა ძალიან დამძიმდა ეს სიტუაცია და მათ შორის კადრებისა და კვალიფიკაციის დონეზე ვიცით, რომ კანონში შეიტანეს ცვლილებები, გაცილებით გაადვილდა პოლიციის ვთქვათ ტანისამოსის მორგება და ასე შემდეგ და სანამდე შეიძლება მიიყვანოს სისტემის ამ დინამიკამ საერთოდ პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, ეს უბრალოდ უყურეთ, მაგრამ მსგავსი კადრები ჩვენ უყურებდით პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში, როდესაც ახალგაზრდები იქნებიან ეს თუ პოლიტიკოსები, სრულიად შემთხვევით არიან გადარჩენილების სიკვდილს, თუმცა ბევრს ისეთი ჯანმრთელობის დაზიანება აქვს, რომ ცხოვრების ბოლომდე მათ მოუწევთ ამასთან ერთად ცხოვრება. ამიტომ აი რა განვითარება შეიძლება მოყვეს კიდევ ამას? რა განვითარება უნდა მოყვეს, ხო, ფაქტობრივად ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო, ხო, სახელმწიფო, ანუ ინსტიტუციური მართლობითი მოდელი აღარ არის ქვეყანაში, ხო, ეს არის მაფიოზური მართლობის მოდელი, ანუ კვაზი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში მოხდა ტრანსფორმირება ქვეყნის. და ფაქტობრივად ესე კრიმინალიზაცია მოხდა მთლიანად ხელისუფლების. სასამართლო ჩაცუცქული არჩევს საქმეებს, ხო, იმიტომ რომ სასამართლო ხო კანონით არ იღებს გადაწყვეტილებებს, დიდი ხანია, ხო, იღებს გადაწყვეტილებებს, ესე რომ ვთქვათ, აი იგივე ჯანგველაძის кейსი რო ავიღოთ, ხო, მე არ ვამბობ ვიღაცა დამნაშავე არ არის, მე არ ვიცი ვი როგორ არის, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად ქურდული სამყარო, შავი სამყარო სასამართლოსთან, პროკურორებთან, შავი სამყარო, პროკურორები, მოსამართლეები, პოლიტიკოსები მთლიანად იყვნენ ამ თემაში ჩართული. თქვენ ახსენეთ კიდევაც ეს საქმე და დღემდე ეს თემა არ არის დახურული. ამაზეც ითქვა, ხო, იმიტომ რომ იქ ეხა ჯანგველაძე ძებნაში გამოცხადდა რუსეთში, ანუ ეს მაფიოზური ომი
მაფიოზური ომი, რომელმაც საქართველოში გადმოინაცვლა, ძირითადად რუსეთში მიდის. და იმის ტალღები არის. იმის ტალღებია და რაც თავარია, იქ თუ სახელმწიფო სტრუქტურები, მხოლოდ სპეცსამსახურები მონაწილეობენ, აქ ყველა ჩართულია, სასამართლო ჩართულია, პოლიცია, პროკურორები და ქურდები ალბათ სადმე ჯდებიან და ესე რომ ვთქვათ, არჩევენ საქმეს, საქმიანი კოლაბორაციის უმაღლესი არა გვაქვს და მოიცა ძმაო, რას ქვია, მტკიცებული, აი ესეა საჭირო და ამიტომაც არ არის გასაკვირი სამწუხაროდ მე გადაცემის დაწყება მომიწია სამწუხარო ინფორმაციით მკვლელობის ბათუმის ცენტრში, სადაც რამდენიმე გასროლით მოკლეს როლანდ დავითაძე და ამ ფაქტს კიდევ უფრო მეტად ის ამძიმებს, რომ ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრების ცოლის მეუღლისა და შვილის წინაშე მოხდა ეს მკვლელობა. ჯერჯერობით მეტი დეტალი არ ვიცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც არია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუხი ზონა, ანუ ფაქტობრივად ეკონომიკური ურთიერთობები დიდწილად დაბრუნდა რუხ ზონაში. იგივე აი კოლცენტრების თემა ავიღოთ, ხო, აი ეს ტრანზიტები, რუსეთის ესე რომ თქვა სანქციების გვერდზე, სხვა სქემა, მილიონის სქემაა დამუშავებული, ხო? ფულის გათეთრების თემები, უზარმაზარი ფინანსური ნაკადები რუსეთიდან, ხო? კაცმა არ იცის საიდან როგორ და რაზე მუშაობს ეს ფული. ეს ყველაფერი ბუნებრივია, შეზრდილია კრიმინალთან, რასაც თავისთავად ბუნებრივად მოყვება სისხლიც, ხო, იმიტომ რომ სადაც რუხ ზონაში არის დიდი ფული, იქ მაფიოზური გარჩევები არის გარდაუვალი, ეს უნდა გვესმოდეს. ამ მაფიოზური სისტემის მშენებლობაში, მის კულტივირებაში დიდ როლი ითამაშა რუსულმა გავლენებმა თავისთავად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რუსული სახელმწიფოს საგარეო გავლენების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მინდა დავიწყოთ საუბარი იმ თემაზე, რომელიც აი გუშინ და დღეს უფრო აქტუალურია, უკავშირდება ახალ ჯაშუშურ სკანდალს, რომლის დეტალებზეც ვერაფერი ვერ გავიგეთ, მაგრამ ვიცით რომ ერთ-ერთი დაკავებულთაგან ბატონ ირცხილაძე, გულბაათ ირცხილაძე, ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი ყველა ვარიანტი რუსეთია, მეორეზე მინიშნებით მიგვანიშნებენ რომ შეიძლება ირანთანაც რაღაც კავშირები ქონოდა. რა ხდება საერთოდ, რატომ იმრავლა, ანუ რატო გახდა, რატო გაგულადდა ქართული კონტრდაზვერვა და სუსი განსაკუთრებით რუსებთან მიმართებაში? ხო, ნუ რა არის იცით, აი ამ ჯაშუშურ თემებს აქვს ორი ამოცანა, ხო, სტრატეგიული ამოცანა აქვს და აქვს ტაქტიკური ამოცანა, ხო? ეხლა თქვენ ამ თემებზე ისაუბრეთ პრინციპში, უბრალოდ თქვენ ან თქვით და მაშინ როდესაც შეიძლება ყველაფერი ერთად იყოს, ხო ესეა რა? კი ბატონო. ხო და სტრატეგიული ამოცანა არის ბუნებრივია, როდესაც ჩვენ რეჟიმს აშენებ, ხო და ჩვენ უნდა ალბათ უკვე დროა რომ გავაკეთოთ დასკვნა გარკვეული ანალიზის საფუძველზე, რომ საბოლოო ვარიანტი, რაზეც შეჩერდა, ხო, დღევანდელი ხელისუფლება არის აზერბაიჯანის ტიპის, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ესეთი ავტორიტარული სისტემის მშენებლობა, ხო? მათ ესეთი ორი მოდელი კონდათ ერთი პირდაპირ ინტეგრაცია რუსეთის იმპერიაში, საერთოდ მიდიოდნენ და რა არჩევანიც გაკეთებული კონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა ხო ბიზნეს დაანახა, რომ პრინციპში შესაძლებელია თეორიულად პუტინის გადაგდების ისა და ბიზნეს გადაგდებას პრობლემა არა აქვს შეუძლია. არ გაუჭირდება. არ გაუჭირდება. გარკვეულწილად გადაგდება, არა მთლიანად გადაგდება, არამედ აზერბაიჯანი ხო ახერხებს რუსეთთანაც ლავირებას და იმ მოდელის სისტემის შექმნა. ამ მოდელის სისტემის შექმნა სჭირდება საინფორმაციო მცდელობა, რომ საინფორმაციო საზღვარი ჩაკეტო. ან თუ ვერ ჩაკეტე, მაქსიმალურად დაავიწროვო, ხო? ის რომ ინფორმაცია ქვეყნიდან ამ სისტემის მანკიერების შესახებ ნაკლებად გადიოდეს, ხო? ვიღაცები შეაშინო, ვიღაცები მართლა დაიჭირო, ვიღაცებს რო დაიჭერს, ხო შეეშინდებათ და ნაკლებად აქტიურებენ და ამ შემდეგ. კომუნიკაციის თვალსაზრისით გარესამყაროსთან, ხო? ეს არის ჩემის აზრით სტრატეგიული ამოცანა. და უკვე დაიწყეს სხვა შორის აი კანდელაკის კვლევა რო ავიღოთ, ხო? კანდელაკზე ერთ მხრივ ითქვა, რომ მოღალატე და ეხა ეს ეპითეტები ეხა აღარავის აღარ უკვირს, ხო? ყველა მოღალატეები ვართ, დიდი ხანია ამათ ჭკვით რა. მაგრამ უკვე სამართლებრივზეც კი გაჩერდა, რომ აი რაღაცა შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ და კანდელაკი ერთხელ ყავდათ უკვე სასამართლო დაკითხა, მაგრამ ახლა უკვე ხო თქვენ ერთ ალღაში იყავით, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ანუ აი ამ მიმართულებით მეგობრებო მაგრამ არის ეხა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ თემას, ხო? აი ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგებისთან. ეხა როგორ მოქმედებს ეს ხელისუფლება, ხო? უსმენენ ამერიკელებს ხო ხდებიან ეხა.
და ამერიკელები რაღაც პრეტენზიებს უყენებენ. ეხლა მათ ესმით ხელისუფლებას ესმით, ხელისუფლება სტიგმატიზირებულია, რომ მუშაობს რუსეთის იმპერიაზე. ხო, ესე ჩანს. ესე ხედავს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ ევროპა და ამერიკაც ესე უყურებს. ხო, ისე იქცევიან. ხო და მათ ჭირდებათ კონტრარგუმენტები, რომ ესე არ არის. და ესე რო არ არის, ხო, იქ პირდაპირ სია რა პრეტენზიებს უყენებენ. ამას უყენებენ იმას, რომ აი ევროპას უაგინებთ და აი რუსეთზე ხმას არიღებთ, აი რა ხდება, ხო? და ვითომ აი ამ კონტრარგუმენტად ჭირდებათ განტევების ვაცები, ხო? ვიდრე ეთქვენ, აი დავიჭირეთ რცხილაძე. როგორ არა ჩვენ რუსეთის ჯაშუშებსაც ვებძვით, ესე არა. ანუ პირდაღებულები ხო არ იჯდებიან რაღაცა ხო უნდა უპასუხონ. მაღალი ალბათობით მე ვფიქრობ ამ რცხილაძის დაჭერა მაღალი ალბათობით შეთანხმებული იყო რუსეთთან და გარკვეულწილად ინფორმირებული იქნებოდა ირანული მხარეც, ხო? და ეხა როგორ რაღაცა იცით ეს რცხილაძე კი მყირალა დიდი ხნის ესე გაშიფრული აგენტი იყო თუ აგენტი იყო, ხო? ხო და ის საინტერესო კადრი როგორც აგენტი ხო რუსეთის ნამდვილად არ იყო ის იყო სასარგებლო ბრიყვი მაქსიმუმ გავლენის აგენტი ეგრეთ წოდებული ხო ჯაშუშის შინაარსის მატარებელი ვერ იქნება საიდუმლო ინფორმაციის მომპოვებელი დამუშავებელი ქსელის მომპოვებელი არასოდეს ესე რომ ვთქვათ ხმალამოღებული არ იბძვის თვითონ არ ამბობს რომ მე აგენტი ვარო პრესკონფერენციებზე არ ატარებს და მუდმივად საჯარო სივრცეში არა აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ მისი გაწირვა პრობლემა არ იყო რუსეთისთვის. ანუ რუსებმაც გაწირეს ამბავია. მე ვფიქრობ ესე, იმიტომ რომ რუსები არ არიან წინააღმდეგები, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაალაგოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, არა ევროპასთან, არამედ შეერთებულ შტატებთან. მე მეცაც გეტყვით რომ რამდენადაც მე უყურებ სისტემაში როგორ ვითარდება მოვლენები ხო სისტემის შიგნით ბიზნეს ქონდა პრობლემა მუდმივად ხო იმიტომ რომ როდესაც ეს პრორუსული სტიგმატიზაცია ხდება სისტემის წარმომადგენლებს ეს ძაბავს სისტემას გარკვეულწილად ძაბავს ორი მიმართულებით ერთი რომ არავის არ უნდა პრორუსად ითვლებოდეს ხო ესეა და ამ დროს ხელისუფლების ქმედებები მთლიანად ამაზეა მიბმული და მეორეს ხრივ საკუთარი კეთილდღეობას ყველას კეთილდღეობას საფრთხე ექმნება ხო ამ სანქციებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ამ დროს მაშველი რგოლი აი ამ სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის ის რომ სისტემაში გაუშვეს რომ ჩვენ ამერიკელებთან ვალაგებთ. და აგერ რუსებსაც ვიჭერთ. ხო, ეგერ რუსებსაც ვიჭერთ ამ კონფორმიზმისთვისაც გარკვეული არგუმენტია კონფორმისტებისთვის ამერიკასთან ვალაგებთ და ამით ინარჩუნებს სისტემაში სტაბილურობას, ხო, რომ იმედს აძლევს სისტემას რომ ეგერ ამერიკელებთან დავლაგდებით და ყველაფერი კარგად იქნება. ამაში რუსებიც ეხმარებიან, იმიტომ რომ რუსებიც სხვათა შორის ქვეყნის შიგნით ისინიც იგივე მოდელს იყენებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ამერიკასთან დავლაგდებით, ხო? და ეხა აი ტრამპის ბევრი ქმედება რაღაცნაირად ამაზე მიანიშნებდა. იქაც სჭირდებათ ეს არგუმენტები და იმას ანუ ფაქტობრივად ეს მოდელი რაც ახლა აქ ანკორიჯის დუხანკორიჯი როგორც თვითონ ეძახი სულისკვეთება ანკორიჯის სულისკვეთება ეს copy paste-ით გადმოიღეს და ახლა სისტემას აბოლებენ შიგნით რომ ჩვენ ახლა ამერიკელებთან დავლაგდებით და ევროპის არ გვაინტერესებს მაგრამ აქ არის კიდე სომხეთის მომენტი აი ხა ნახეთ ახლა ივანიშვილის თავარი პრობლემა ამ ახლო პერიოდში რა იქნება სომხეთი და რატომ აგიხსნით იმიტომ რომ რუსეთისთვის სომხეთი ძალიან მძიმე თემაა ჩვენ ეს ვიცით და ვხედავთ ხო რუსეთმა რაღაც შეზღუდვები დააწესა უკვე და მე ვფიქრობ რომ ივანიშვილს რუსეთი უახლოეს პერიოდში მოთხოვს თუ უკვე არ მოთხოვეს საბოტირებას სომხეთის მომარაგების რაც ნაწილობრივ ქონდა დაწყებული ზუსტად იმ პროდუქტებზე ოფიციალურად აკრძალეს ფიტოსანიტარულით რაზეც ჩვენ საზღვარზე პრობლემას ვუყურებთ აი აქ როგორ მოიქცევა ივანიშვილი იმიტომ რომ ამან შეიძლება მთლიანად ააფეთქოს ყველაფერი მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობაც იმიტომ რომ ამერიკისთვის სომხეთიც ძალიან ტრამპმა თქვა რომ will make Armenia great again ივანიშვილი ეცდება რომ რამენაირად მიათრიოს ეს თემა სომხეთში არჩევნებამდე რომ რაღაცა ძალიან ცუდი რაღაცა არ მოხდეს. ეს არის ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა, რომელიც ძალიან დიდ პრობლემად რჩება, ეს არის 78 მუხლი. იმიტომ რომ 78 მუხლი ყველა შემთხვევაში ამოსაღები აქვს. აი, იმიტომ რომ ევროპა ხო უკვე
ევროპაზე უარი რო თქვეს, ამაში ეჭვი ეპარება უკვე, აღარავის აღარ ეპარება. პირდაპირ ტექსტებით ლაპარაკობ, ევროპა დაიკეტა. ხელისუფლება, როდესაც ამას ამბობს, ყოველდღიურად ფაქტობრივად რომ არ გვინდა ჩვენ ესეთი ევროპა, ყოველდღიურად ეს გამონათქვამი არის კანონდარღვევა. კონსტიტუციური ქმედება. სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ კონსტიტუციის მიღმა ტოვებს თავის თავს, ხო? ანუ კანონგარეში აყენებს ხელისუფალი, რომელიც ამბობს, რომ ევროპა არ გვინდა თავის საკუთარ თავს. ანუ ჩვენ გვყავს რეციდივისტი კანონდარღვევის მხრივ რეციდივისტი ხელისუფლება, კრიმინალი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას. არათუ უბრალოდ კანონს, არამედ კონსტიტუციას, იმით რომ ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპა, ხო? ამ დროს კონსტიტუციაში მაშინ ამოიღე კონსტიტუციიდან და მე ვილაპარაკე. დღეს ამის თქმა არის დანაშაული. ეს არის ფაქტი. ბატონო, მინდა კიდევ ერთი კითხვა მოვასწრო. ჩვენ ვისაუბრეთ ახლა რუსეთის სასარგებლო ჯაშუშებაში ეჭვმიტანილ პირებზე. მაგრამ ამის პარალელურად იჭერენ ადამიანებს, რომლებზეც გვეუბნებიან, რომ ისინი ცალკეულ ევროკავშირის რომელიღაცა ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობდნენ. ეს ყველას დაჭერა შეიძლება. არ ვიცი. აი ეს კითხვა მინდა დაგისვა, დღეს გამოვიდა ადვოკატი და თქვა ადამიანზე, ჟურნალისტზე, რომლის ძმაც სხვა შორის გორში რუსებმა მოკლეს, რომ აი გავეცანიო მასალებსო თავად ბრალდებულ პირთან ერთადო და გაუცებული ვარ, იმიტომ მე მსგავსი რაღაცაო არ მინახავსო. არა და საკმაოდ გამოსტილი ადვოკატი. ვისაც ურთიერთობა აქვს უცხოეთში ვინმესთან? არაფერი არ არის მასალებში. ვინმესთან? რატო აკეთებენ ამას? რა? საინფორმაციო საზღვრის ჩაკეტვა. საინფორმაციო საზღვარი უნდა დაიკეტოს. სუსხის ეფექტი კონდეს დანარჩენებისთვის. უნდა დაიკეტოს, იმიტომ რომ ეხლა რა არის, იცით, აი ამ სექტორში ხო, ვისაც კომუნიკაცია აქვს, მუშაობს 100 ადამიანი. ერთს რო დაიჭერ, ხო? 20 შეეშინდება 10 რაღაცა, ანუ გარკვეულწილად აი ეხა აი კანდელაკი რატომ გახდა დიდი პრობლემა, ხო? იმიტომ რომ ესენი ეხა ცდილობენ რამენაირად რუსების რეკომენდაციით ამერიკელებთან რაღაც ტიპის აი იმ მოდელით რაც გითხარით დაალაგდნენ, ხო? და კანდელაკმა ამ დროს ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა. რატომ? იმიტომ რომ ირანის თემა წამოიწია აქ, ხო? და ეხა ვიღაცას აი ვინც არ არის გათვითცნობიერებული ეს კანდელაკი გონია რომ მართლა რაღაც საშინელ რაღაცას აი ადამიანმა ჩაატარა კვლევა, ინტერვიუები აიღო, ფაქტები დადო. ფაქტებს მოუყარა თავი უბრალოდ და სისტემატიზაცია მოახდინა თუ მედი არ სისტემატიზაცია მოახდინა, დადო კვლევა შესაბამისი, ხო? თან თვითონ არ არის მარტო თან ავტორი ყავს ძალიან სერიოზული ადამიანი. ფაქტობრივად ხელისუფლება როგორ აგა მე რო დანაშაულს ჩავდივარ, ხელისუფლება ამას ეუბნება საზოგადოება, მე რო დანაშაულს ჩავდივარ, ხო, შენ თუ ამას იტყვი, ამისათვის დაგიჭერ. ანუ მე რო ეს არის მიზანი. ეს არის მიზანი. რომ მაქსიმალურად ეს ჩაკეტონ, გასაგებია რომ მთლიანად ვერ ჩაკეტავენ, ვიღაცას დაიჭერენ, ინფორმაცია 21 საუკუნეში ინფორმაციის გაჩერება შეუძლებელია ყველას კარგად ესმის. მაგრამ ესენი მაქსიმალურად ეცდებიან. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.